საქართველოს პარლამენტში კამპანიის შეშენგეხება საკანონმდებლო წინადადებებზე იმსჯელეს კამპანიის შეშენგეხება მონაწილე ორგანიზაციების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით პავლე კუბლაშვილისა და კანონპროექტ ავტორების შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა. არასამთავრობო სექტორიდან შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის წევრი ირაკლი მელაშვილი, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ხარტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძეია და ჟურნალისტი ლაშა ტუღუში ესწრებათ. საკანონმდებლო ორგანოდან ნანუკა იორდანიშვილი გვერდება. ნანუკა, მოგესალმები. საკანონმდებლო წინადადებებთან დაკავშირებით შედგა თუ არა გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში მაინც შეთანხმება? შეთანხმება კონკრეტული ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ ისინი გადახედავენ საკუთარ არგუმენტებს მასქერის პრინციპთან დაკავშირებით. ამ დრომდე ხელისუფლების მთავარ არგუმენტად იმისათვის, რატომ არ უნდა იქნას გაზიარებული მასქერის პრინციპი საკანონმდებლო დონეზე რჩება ის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ჩარევა კერძო კომპანიის საქმიანობაში, თუმცა ეს პოზიცია არის აბსოლუტურად მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. როგორც უკვე გითხარით, მომდევნო შეხვედრა იგივე თემაზე შენგეხებასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გაიმართება უკვე ხუთშაბათს, როდესაც შენგეხება საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გავა. ამ მომენტისთვის ვერ მოვახერხეთ შეთანხმება, იმიტომ რომ განსხვავდება პრინციპულად ჩვენი პოზიციები და საქართველოს პარლამენტის წევრების პოზიციები, თუმცა შემდეგი შეხვედრა დაინიშნა ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში. ჩვენც უნდა ვიფიქროთ გარკვეულ მოდიფიცირებაზე ჩვენი წინადადების და პარლამენტიც რაღაცა იცდება, რომ გადახედოს თავის პოზიციას, იმიტომ რომ ორივე მხრიდან პრინციპში არსებობს სურვილი, რომ შეთანხმება მოხდეს. იმ ქვეყნებში არსებობს ეს რეგულაციები, რომლებიც აბსოლუტურად დემოკრატიული ქვეყნები არიან, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დამთავრებული ევროკავშირის ქვეყნებით. მეორე იმიტომ, რომ ბიზნეს ინტერესები ზარალდება იმ კომპანიების, რომლებიც თქვათ პირიქით არის არგუმენტი წესით უნდა აწყობდეს საკაბელოებს და მათ ინტერესებში უნდა შედიოდეს და თვითონ იმ ტელეკომპანიებსაც უნდა აწყობდეს. რა თქმა უნდა, ნორმხრივად სასარგებლო და მომგებიანი არის და ძალიან უცნაურია, როდესაც რაღაც გაუგებარი მიზეზებით ხდება უარის თქმა. თავარი მათ მიერ დასმული საკითხი ეს იყო ეგრეთ წოდებული მასკერის პრინციპი, რაც გულისხმობს ვალდებულებას საკაბელოებისთვის, რომ ჩართონ ყველა ტელევიზია, რომელიც მაუწყებლობს სიხშირული სპექტრის ან სატელიტის მეშვეობით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ჩარევა კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში, კერძო ბიზნესში მიუღებელია, აქედან გამომდინარე ამ ნაწილში შეთანხმება ვერ მოხერხდება. თუ იქნება რაღაც სხვა საკითხები, რომელთა მიმართებაში მათი პოზიცია იქნება დაფიქსირებული, ჩვენ შევთანხმდით, რომ ხუთშაბათს იქნება კიდევ ერთი შეხვედრა. არის თემატიკა იგივე საარჩევნო კოდექსში ან რეკლამასთან დაკავშირებულ რეგულაციებში, რომელზეც შეგვიძლია ვიმუშაოთ. შენგეხებას აქვს უკვე ალტერნატიული გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ ხელისუფლება არ გაიზიარებს მათ საკანონმდებლო წინადადებას, როგორც ლაშა ტუღუშმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, მაშინ კამპანია შენგეხება დაიწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა პარლამენტში დარეგისტრირდეს ეს საკანონმდებლო ინიციატივა, თუმცა მე გეტყვით იმასაც, რომ მხარეები არ კარგავენ შეთანხმების იმედს, საკანონმდებლო წინადადება კი შენგეხებამ ოფიციალურად ბიუროს სხდომაზე 7 მაისს დაარეგისტრირა. მადლობ ნანუკა, საკანონმდებლო ორგანოდან ნანუკა იორდანიშვილი.